ვაგრძელებ ენციკლოპედიურ საკითხებზე მუშაობას და ამჯერად წარმოგვიდგენთ 20-მდე საინტერესო ინფორმაციას, რომელიც უნდა ვიცოდეთ. ამ ეპიზოდში საუბარი მექნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რატომ არ ვარდება მთვარე, რატომ არის ლითონის ნივთები ცივი, არჩევს თუ არა ძაღლი ფერებს, კატაც, რატომ ამოიფრქვევა ვულკანი, რატომ ანათებს ღამე კატის თვალები, რატომ იზიდავს მთვარე მარტო წყალს, როდის ძინავს ზვიგენს, თან შეიძლება ყველაზე ბნელი ცის ნახვა დედამიწაზე და ასე შემდეგ. წინ საინტერესო და სახალისო ვიდეო გველის. თუ ქვას ხელს გავუშვებთ, ის ვერტიკალურად ქვემოთ მოძრაობით დაეცემა დედამიწაზე. თუ დედამიწის ზედაპირის პარალელურად გავისვრით, ისევ ჩამოვარდება. ოღონდ თან მოშორებით. რაც უფრო ძლიერად ვუბიძგებთ, მით უფრო შორს მოასწრებს დაცემას. კიდევ უფრო ძლიერად გასროლის შემთხვევაში მისი დაცემის ადგილი შეიძლება ვეღარც დავინახოთ, რადგან აქ დედამიწის სფეროსებრი ფორმა იჩენს თავს. თითქოს მისი მრგვალი ზედაპირი მფრინავ ქვას ქვემოდან ეცლება. ახლა, რა კავშირი აქვს მთვარის არ ჩამოვარდნასთან ამას? რატომ არ ვარდება მთვარე? თუ 8 კილომეტრ/წამს სიჩქარეს მივანიჭებთ, თან ჩავთვალოთ, რომ დედამიწა იდეალურად მრგვალია, რელიეფისა და ატმოსფეროს გარეშე. დედამიწა იმავე სიჩქარით გაეცლება ქვას, რა სიჩქარითაც ის მასზე ვარდება. ანუ ქვა ისევ ვარდნეს მდგომარეობაში იქნება. ოღონდ ეს ვარდნა დაუსრულებლად გაგრძელდება. იგივე ხდება მთვარის შემთხვევაშიც. ის არა მარტო ვარდება დედამიწაზე, არამედ მის გარშემოც ბრუნავს. ამიტომაც ეს ვარდნა უსასრულო ხდება. ხელოვნური თანამგზავრების შემთხვევაში მაღალი სიჩქარე რეაქტიული ძრავების საშუალებით მიიღება. თორემ კი ეს სიჩქარე დედამიწასთან ერთად ჩამოყალიბების ადრეულ ხანაში მიიღო. ამავე დროს დადგენილია, რომ მთვარე დედამიწას ძალიან ნელა, თუმცა მაინც შორდება. ელექტრონვოლტი ენერგიის არასისტემური ერთეულია, გამოყენებული ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში და მონათესავე დარგებში, ბიოფიზიკაში, ფიზიკურ ქიმიაში, ასტროფიზიკასა და ასე შემდეგ. ფიზიკოსების ენაზე რომ ვთქვა, 1 ელექტრონვოლტი უტოლდება ენერგიას, რომელიც 1 ვოლტის პოტენციალთა სხვაობის მქონე 2 წერტის შორის ელემენტარული მუხტის გამოსატანად და გადასატანად უпростоრად არის საჭირო. რა არის ელექტრონვოლტი? ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ელექტრონვოლტებში ჩვეულებრივ არა მარტო ენერგია, არამედ მასაც გამოისახება. ენერგიისა და მასის ექვივალენტურობიდან გამომდინარე. E უდრის mc²-ს, სადაც c სინათლის სიჩქარეა. ამის გამო უფრო კორექტული იქნება, თუ ნაწილაკის მასას ასე გამოვსახავთ. ელექტრონვოლტებში ნაწილაკის ელემენტარული იმპულსი შეიძლება გამოისახოს. ბირთვული პროცესებისთვის დამახასიათებელ ენერგიებთან შედარებით ელექტრონვოლტი ძალიან პატარა სიდიდეა, ამიტომ ფიზიკოსები ჯერად ერთეულებს იყენებენ. კილოელექტრონვოლტი 1000 ev, მეგაელექტრონვოლტი 1 მილიონი ელექტრონვოლტი, გიგაელექტრონვოლტი 1 მილიარდი ელექტრონვოლტი. ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელთა ბოლო თაობა რამდენიმე ტრილიონი ელექტრონვოლტის მიღწევის საშუალებას იძლევა ტერაელექტრონვოლტი. 1 ტერაელექტრონვოლტი დაახლოებით გაფრენილი კოღოს კინეტიკურ ენერგიას უტოლდება. რატომ არის მრგვალი ობიექტი მეტად ბრჭყვიალა, ვიდრე არამრგვალი? დავწებ იქედან, თუ რას ნიშნავს სიტყვა ბრჭყვიალი. თუ ბრწყინავ ნივთებს დავაკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს მანათობელი წყაროს ანარეკლიან ბრწყინავ ობიექტში. ანუ იმისთვის, რომ ჩვენ ბრჭყვიალა ობიექტები დავინახოთ, ორი პირობაა საჭირო. პირველი, სინათლის ელვარე წყარო, მზე, მთვარე, ნათურა და მეორე, ნივთი, რომელიც კარგად ირეკლავს სინათლეს, მეტალის, შუშის ან ნებისმიერი სხვა საკმარისად პრიალა ზედაპირით. მაინც რატომ არიან მრგვალი ნივთები უფრო ბრჭყვიალა, ვიდრე არამრგვალები? გამოცანა იმაში მდგომარეობს და იმალება, თუ როგორ აირეკლამენ სინათლეს მრგვალი და ბრტყელი ობიექტები. დავიწყოთ ბრტყელებიდან, რადგან მათ შემთხვევაში უფრო მარტივადაა საქმე.
როცა ბრტყელსხეულს სინათლის სხივი ეცემა, ის მისგან იგივე კუთხით აირეკლება, როგორც იატაკზე დაცემული დრეკადი ბურთი. თუ სხეული მრგვალია, მაშინ ყველაფერი უფრო რთულადაა. რადგან არ ეკლა, იმაზე იქნება დამოკიდებული სფეროს რომელ წერტილს ეცემა სხივი. კუბის ყოველი გვერდი სინათლეს საკმაოდ ვიწრო ნაკადით ირეკლავს და იმისათვის რომ კუბის ელვარება შევამჩნიოთ, ისე უნდა დავდგეთ, რომ ეს ანარეკლი ნაკადი პირდაპირ თვალისკენ იყოს მიმართული. სფერო კი სინათლეს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აირეკლავს. ამიტომ სადაც არ უნდა ვიდგეთ, მაინც შევძლებთ ამის დანახვას. ანუ, მრგვალი ობიექტი არა სხვებზე მეტად ბრჭყვიალებს, არამედ ყველა მიმართულებიდან ჩანს და მათი შემჩნევაც უფრო იოლია. რატომ არის ლითონის ნივთები ცივი? ეს ყოველთვის ასე არაა. გაიხსენეთ ჩაიში ჩადებული გაცხელებული ლითონის კოვზი. ხის კოვზი იგივე ტემპერატურამდე რომ გავაცხელოთ, მაინც არ მოგვეჩვენება ისეთი ცხელი, როგორც მეტალის კოვზის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ყველაფერი ლითონის მაღალი სითბო გამტარობის გამო ხდება. ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსი ცელსიუსია, თუმცა კანის ზედა ნაწილები უფრო ცივია. თუ შევეხებით ნივთს, რომლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე ნაკლებია, სითბო ამ სხეულში დაიწყებს გადასვლას. შეხების ადგილზე კანის ტემპერატურა დაიკლებს და ჩვენ სიცივეს შევიგრძნობთ, ან ძლიერ სიცივეს, თუ კონტრასტი დიდია. ჩვენი სხეულის მიერ გაცემული სითბო ათბობს ცივ ნივთს, მაგრამ თუ ის მაღალი სითბო გამტარია, როგორც ლითონი, მაშინ ეს სითბო სწრაფად გავრცელდება მასში და სითბოს გადაცემა ისევ გაგრძელდება. ამ დროს ვიგრძნობთ, რომ ნივთი ისევ ცივია. დაბალი სითბო გამტარობის დროს, როგორც ხის მასალას აქვს, გარე შრეები სწრაფად ცხელდება. ზოგჯერ ისე სწრაფად, რომ აღარც კი გვახსენდება მისი წამის წინანდელი სიცივე. ამის მერე სითბოს გადაცემა თითქმის წყდება და ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნივთი გათბა. ცხელი ნივთების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. მეტალების მაღალი სითბო გამტარობა მათში არსებული თავისუფალი ელექტრონებით აიხსნება. სწორედ ისინი ანიჭებენ მეტალებს მაღალ სითბო გამტარობას. ატომებისგან განსხვავებით ელექტრონები არ დგანან ერთ ადგილზე, არამედ სწრაფად გადაადგილდებიან ლითონში და თან გადააქვთ სითბოც. არჩევს თუ არა ძაღლი და კატა ფერებს. თუ როგორ ხედავს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ძაღლი გარემოს დაზუსტებით ძნელი წარმოსადგენია, თუმცა მეცნიერებს აქვთ მოსაზრება ამ თემაზე გამომდინარე კვლევებიდან, რომლებიც მათ ჩაატარეს ძაღლის თვალებზე. დასკვნა არსებობს კატების მხედველობის შესახებაც. მათი თვალების აგებულება გვიჩვენებს, რომ ძაღლები ყველაფერს ვერ ხედავენ, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა არც შავ-თეთრი მხედველობა აქვთ. ადამიანს ფერის აღქმის სამი სახის რეცეპტორი აქვს, ძაღლს მხოლოდ 2. ძაღლები წითელ ფერს ვერ აღიქვამენ, მაგრამ იმაზე უფრო მეც ხედავენ, ვიდრე შავი და თეთრი ფერებია. მათი მხედველობისათვის მისაწვდომი ფერთა სპექტრი ასეთია: მუქი ლურჯიდან ცისფრამდე, ცისფრიდან ნაცრისფრამდე, ნაცრისფრიდან ღია ყვითლამდე, ღია ყვითლიდან მუქ ყვითლამდე. რაც შეეხება კატებს, მათ უფრო გაუმართლათ, რადგან ლურჯი და ყვითელი ფერის გარდა მწვანეს და იისფერ ფერსაც ხედავენ, მაგრამ ვერ აღიქვამენ წითელ და ყავისფერ ფერებს, რადგან კატა ღამის მტაცებელია, ის შემბინდებისას უკეთესად ხედავს. რატომ იზიდავს მთვარე მარტო წყალს? სინამდვილეში მთვარე ყველა ობიექტს იზიდავს. მსოფლიო მიზიდულობის ძალით, გრავიტაციით. მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან, რომლის მხარესაც იმყოფება. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება, ვიდრე საპირისპიროდ მყოფი. მოქცევის ძალა წოდებული ეს ძალა დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ამის გამო ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის 30 სანტიმეტრიანი ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობენ. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია, ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS-ით და ლაზერული სიმაღლის საზომის საშუალებებით კოსმოსიდან ამ მოძრავი მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით ხდება. რატომ არის ქაფი თეთრი? სინამდვილეში აქ ორი შემთხვევაა. რატომ არ არის ქაფი გამჭვირვალე, თუ იგი გამჭვირვალე წყლისგან მიიღება და რატომ გამოდის ქაფის
ფერი თეთრი. ნივთიერება გამჭვირვალეა თუ მასში სინათლის სხივი თავისუფლად გადის, გაბნებისა და გადახრის გარეშე. სხივის მოძრაობა შეიძლება შეაფერხოს სხვადასხვა არაერთგვაროვნებებმა, ტვერი, ნისლი და ასე შემდეგ. ქაფში ეს არაერთგვაროვნებანი არის ჰაერის ბუშტუკების სახით. ბუშტუკებს შორის შეხების ადგილები ერთგვარი ჩაზნექილი სარკეებია, რომლებიც ირეკლავენ ან სხვა მიმართულებებს აძლევენ სინათლის სხივს. ეს არის გამჭვირვალობის დაკარგვა. ქაფი სინათლის შემადგენელ ფერებს ერთნაირად აირეკლავს, როგორც ჩვეულებრივი სარკე. თუ წყალს რაიმე ფერს მივცემთ, მაშინ მიღებული ქაფი ამავე ფერის იქნება. თუ საღებავი წყალში არაა, მაშინ ბუშტუკები მთელ სინათლეს ერთნაირად აირეკლავენ და ქაფიც თეთრი ფერისაა. შეგახსენებთ, ცისარტყელას 7 ფერი, დაშლილი თეთრი შუქის ნაწილებია. როდის ძინავს ზვიგენს? დღე თუ ღამე? ძინავთ თუ არა ზვიგენებს და თუ კი, მაშინ როდის? ეს კითხვა მრავალი წელია აწუხებთ ბიოლოგებსა და ზვიგენების მოყვარულთ. აქამდე ითვლებოდა, რომ ზვიგენები საერთოდ არ იძინებენ, რადგან მათ არ გააჩნიათ ლაყუჩების მამოძრავებელი კუნთები. ამიტომ მათ მუდმივად უნდა იმოძრაონ სუნთქვისთვის. ისინი იძულებულნი არიან მუდმივად იცურონ, რომ ლაყუჩებში წყალმა გაიაროს და სისხლს გამოყოფილი ჟანგბადი მიეწოდოს. შემდგომი კვლევებით გაირკვა, რომ ეს კუნთები ზოგიერთ სახეობას არც თუ ისე სუსტი აქვს. ზოგიერთი დასვენებას ფსკერზე გამავალი დინებებით ახერხებს, სადაც წყალი ლაყუჩებში თავისით მიედინება. ეგრეთ წოდებული ზვიგენი ძაღლი კი ძილს და ცურვას ერთად ახერხებს. ამ დროს მისი თავის ტვინი ისვენებს, მოძრაობას კი ზურგის ტვინი აკონტროლებს. ზოგიერთი ზვიგენი, როგორც დელფინები, ძილს თავის ტვინის ხან ერთი, ხან მეორე ნახევარსფეროს გათიშვით ახერხებენ. რატომ დიდი და პატარა დედა დათვის თანავარსკვლავედი და არა დათვის? ლათინურად ასე გამოითქმის ეს თანავარსკვლავედები: Ursa Major და Ursa Minor. თვითონ თანავარსკვლავედის ცენტრში მოჩანს პოლარული ვარსკვლავი, ჩრდილოეთის ვარსკვლავის სახელით ცნობილი. კარგი დამხმარია ორიენტირებისთვის, დედამიწაზე მცხოვრებთათვის. ჩვეულებრივ თანავარსკვლავედების ევროპული სახელები ბერძნული და შესაბამისი რომაული მითებიდან არის აღებული. დათვებთან დაკავშირებით არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მითი. პირველის მიხედვით დიდი დედა დათვი არის ნიმფა კალისტო, ხოლო პატარა კი მისი ბიჭი არკადი. ეს უკანასკნელი კი მამრობითი სქესისაა. მეორე ვერსიის მიხედვით პატარა დათვი კალისტოს მოსამსახურე გოგონა იყო. ორივე პერსონაჟი კრეტელი ნიმფები იყვნენ, რომლებიც ზევსმა გადაარჩინა მამის კრონოსის რისხვისგან. ორივე მათგანი დედა დათვები კვებავდნენ ზევსს პატარაობისას. ძინავს თუ არა თეთრ დათვს ზამთარში? რადგანაც დათვები ვახსენე კოსმოსში, ახლა დედამიწისეულ დათვიჩებსაც შევეხები. ამ კითხვის პასუხად ვიტყვი, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თეთრ დათვს ზამთარში არ ძინავს. ანუ ძინავს ნორმალურად, ისევე როგორც ზაფხულში, თუმცა ზაფხულში უფრო დიდ ხანს, ვიდრე ზამთარში. გამონაკლისია ფეხმძიმე და ახალშობილი ბელებიანი თეთრი დათვები. ზამთრის ზიდის დროს დათვების სხეულის ტემპერატურა არ იცვლება, ამიტომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოღვიძება. ანუ მათ არ ძინავთ ისე, თითქოს გამაყუჩებელი კონდეთ მიღებული. იმისათვის, რომ შიმშილით არ მოკვდეს და ჩანასახით ნორმალურად განვითარდეს. თეთრი დედა დათვი ინტენსიურად იკვებება ზაფხულში და 200 კილოგრამს იმატებს. ამ პერიოდში მას აქვს უნარი შეაჩეროს დროებით ჩანასახის განვითარება, რომელიც ცივ სეზონზე ისევ გრძელდება. გამოდის, რომ თეთრი დათვი უფრო უკეთაა შეგუებული რთულ გარემო პირობებს, ვიდრე მისი მუქი ფერის მოძმეები. თუ დედამიწა მრგვალია, რატომ არ ვარდება ადამიანი მისი ზედაპირიდან? ძალიან დიდი სხეულები მრგვალ ანუ სფეროს ფორმას იღებენ. მზე, ვარსკვლავები, მთვარე, ყველა პლანეტა და მათი დიდი თანამგზავრები მრგვალი ფორმისაა. იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი წონა აქვთ, ანუ მასიურები არიან. რაც უფრო დიდია მასა, მით მეტია მიზიდულობის ძალაც. ეს ძალა შუაგულიდან სხეულის გარეთა წერტილებზე მიზიდულობის ძალით მოქმედებს და აიძულებს მრგვალი ფორმა მიიღონ. მაგალითად, ჩემოდანი არასოდეს დამრგვალდება. თავისით,
რადგან ის მსუბუქია და მიზიდულობის ძალაც ძალიან მცირე აქვს. რაც შეეხება დედამიწის სიმრგვალეს და იმას, თუ რატომ არ ვარდება ადამიანი მისი ზედაპირიდან. ადამიანს ზედაპირზე მიზიდულობის ძალა აკავებს, რაც უფრო მძიმეა სხეული, მით მეტია მისი მიზიდულობის ძალაც. ხოლო თუ ორ მასიურ სხეულთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს ძალები ორმაგდება. მაგალითად, მთვარე დედამიწის მეოთხედის ზომისაა. იქ მიზიდულობის ძალა 6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე. მთვარეზე ატმოსფერო რომ ყოფილიყო, ადამიანი თავისუფლად შეძლებდა ხელოვნურად გაკეთებული ფრთებით ფრენას. თუ ადამიანის წონა დედამიწაზე 60 კილოგრამია, მთვარეზე ის მხოლოდ 10 კილოგრამს აიწონის. ასტეროიდზე მყოფი ადამიანი კი ფაქტიურად უწონოა და ფეხის კუნთების საშუალებითაც კი შეძლებს დაძლევს მიზიდულობა და კოსმოსში ერთი ნახტომით გაფრინდეს. იუპიტერზე, რომელიც მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა, საქმე უფრო რთულადაა. იქ ფრენა კი არა ნაბიჯის გადადგმაც პრობლემა იქნება, რადგან 60 კილოგრამიანი ადამიანი ამ გიგანტის მიზიდულობის ზემოქმედებით 140 კილოგრამზე მეც აიწონის. რატომ ამოიფრქვევა ვულკანი? დედამიწის შუაში მეტალური ბირთვია, შემდეგ თხევადი მაგმა და ბოლოს მყარი ქერქისგან შემდგარი ზედაპირი. ეს შრეები თავის მხრივ იყოფა დამატებით პატარა ფენებად. ქანები ბირთვსა და დედამიწის ზედაპირს შორის იმდენად მაღალი წნევის ქვეშაა მოყოლილი, რომ ცხელდება და თხევად მდგომარეობაში გადადის, რასაც მაგმას ვუწოდებთ. ეს შეიძლება შევადაროთ გაზიანი სასმელის ბოთლს, რომელშიც დაგაზული სითხეა და თავის მოხდის შემთხვევაში სასმელი თავისით გადმოდის. ახლა რომ რეკლამის დამკვეთი მყავდეს ამ სეგმენტიდან აუცილებლად დავასახელებდი კონკრეტულ გაზიან სასმელს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. დედამიწის ქერქს ყველგან ერთნაირი სისქე არ აქვს, ამიტომ იქ, სადაც მაგმა ზედაპირთან ახლოსაა, მაღალი წნებით აწვება მიწას, ჩნდება ბზარი, იწყება მაგმას ამოფრქვევა და მისი გაზებისგან განთავისუფლება. მაგმა გადაიქცება ლავად. ტკბილი სასმელის გაზისგან განსხვავებით, ვულკანურ გაზებს ცეცხლი ეკიდებათ. ამიტომ ისინი ვულკანის ყელში მძლავრ აფეთქებას ახდენენ. აფეთქება იმდენად დიდია, რომ ამოფრქვევის ადგილზე უზარმაზარი ორმო რჩება. იგივე კალდერა, ჩამქრალი ვულკანის ყელს კი კრატერი ეწოდება. რატომ იკრავს მაგნიტი მხოლოდ მეტალს? სინამდვილეში მაგნიტი ყველაფერს იკრავს. თუ მისი მაგნიტური ველის სიმძლავრე დედამიწისაზე 100,000-ჯერ მეტი იქნება. ნივთიერება შედგება ატომებისგან. ატომები კი ბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. ატომის გარეთ აშრეზე მოძრავი ელექტრონები არიან მგრძნობიარე მაგნიტური ველის მიმართ. სწორედ ეს ელექტრონები განსაზღვრავენ ნივთიერების მაგნიტურ თვისებებს. მეტალებში ატომები განსაკუთრებულად არიან განლაგებული. ამიტომ ელექტრონები მაგნიტის ზემოქმედებას სხვა ყველა ატომებსაც მოწესრიგებულად გადასცემენ. ყველა ატომი ერთდროულად მიიზიდება მაგნიტისკენ, ან ყველა ერთდროულად განიზიდება. არამეტალებში კი ზოგი ატომი განიზიდება, ზოგი მიიზიდება, რაც სამეულის შესუსტებას იწვევს. ამიტომ ასეთი ნივთიერებების მიზიდვა მხოლოდ ზედძლიერ მაგნიტს შეუძლია. სად შეიძლება ყველაზე ბნელი ცის ნახვა დედამიწაზე? ცაც თავისი ატმოსფეროთი და სხვა არამანათობელი ობიექტებიც მაშინ არის ყველაზე უფრო ბნელი, როცა მათ მზის, პარის, დიდი ქალაქებისა და სხვა წყაროების სინათლე არ ანათებს. ატმოსფეროს ძირითადი ნაწილი აზოტსა და ჟანგბადზე მოდის, მცირე რაოდენობით მტვრისა და სხვა გაზების შანართებით. ცის ფერი ჟანგბადის მოლეკულებზე გაბნეული სინათლის დამსახურებაა. ამიტომ როცა მზეა, ცისფერ ცას ვხედავთ. ხოლო ნათობის ჩასვლის მერე გასაბნევის ხიბებიც აღარ სადაა და ცაც ბნელდება. ტყვის ნაწილაკები და წყლის წვეთები ნებისმიერი ფერის სინათლის გაბნევას იწვევს. ამიტომ მათ მიერ გაბნეული სინათლე თეთრია. რაც უფრო მეტი ასეთი ნაწილაკია ატმოსფეროში, მით უფრო თეთრი და ნათელია ცა. გამოდის, რომ ყველაზე უფრო ბნელი ცა იქნება იქ, სადაც სუფთა ნაწილაკებისგან თავისუფალი ჰაერია. კიდევ უფრო ბნელი, სადაც თვითონ ჰაერიც ცოდაა. ამიტომ მაღამთაში ცა დღეც კი მუქი ცისფერია, ხოლო ჰაერისგან თავისუფალ კოსმოსში შავი. დედამიწაზე ყველაზე უფრო ბნელი ცა, რა თქმა უნდა, ღამე გვაქვს. თან ისეთ ადგილებზე, სადაც მზე ყველაზე უფრო ღრმად ჩადის ჰორიზონტს ქვემოთ, დედამიწის სფეროს მეორე მხარეს.
ასეთი რამ დედამიწაზე ეკვატორულ ზონაში ხდება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკებს შორის, სადაც მზე ზუსტად ზენიტში ადის, ანუ პირდაპირ დამკვირვებლის თავს ზემოთ. შესაბამისად, ღამისაზე დამკვირვებელი ზუსტად ამ წერტილის საპირისპირო პლანეტის მეორე მხარეს უნდა იყოს. ხსენებულ წერტილებზე მზე წელიწადში ერთჯერ არის ზენიტში, ეგრეთ წოდებული მზის დგომის დროს, 21 ივნის, ეკვატორის ჩრდილოეთ მხარეს და 22 დეკემბერს სამხრეთ მხარეს. ტროპიკული სარტყლის დანარჩენ წერტილებზე მზე წელიწადში ორჯერ ექცევა ზენიტში, ზედ ეკვატორზე, გასაფრხულისა და შემოდგომის ბუნიაობისას. ამის გარდა უნდა იყოს უმთავრო ღამე, მაღლა მთაში, დასახლებული პუნქტებიდან შორს. შესაბამის პირობებში ღამისაზე დამკვირვებლისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ადგილი იქნება ჰიმალაის მწვერვალი, თუმცა ის ჩრდილოეთ ტროპიკიდან ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს. დღეს ყველაზე უფრო ბნელი ცაც მთის მწვერვალებიდან დაიმზირება. ამისათვის აუცილებელია, რომ შევხედოთ ციც იმ წერტილს, რომელიც მზის მიმართ მართი კუთხით მდებარეობს. ატმოსფეროს მიერ მზის სხივების გაბნების თავისებურების გამო ყველაზე უფრო ნაკლები სინათლე სწორედ ამ მხრიდან მოვა. ბოლო წლებში მომხდარი შთამბეჭდავი აღმოჩენების მიუხედავად, ჩვენი ცოდნა საკუთარი პლანეტისა და მასზე არსებული სამყაროსეული ძალებისა თუ ცოცხალი არსებების შესახებ ჯერ კიდევ მინიმალურია. ამიტომ მუდმივი შესწავლა დაკვირვებისა და პირველ რიგში ინტერესის საფუძველზე განსაკუთრებით უნდა გავაგრძელოთ და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წყალობით გრძელდება კიდეც. გარკვეული დროის შემდეგ ისევ განვაგრძობ ენციკლოპედიური ხასიათის ვიდეო ეპიზოდების მომზადებას. შენ კი დაწერე კომენტარებში რა არიცოდი ამ ამბებიდან, რომელიც ახლა მოისმინე. კომენტარის გარდა მთავარი თხოვნა, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერია ეს არხი, თხოვ გამოიწერო. ფაქტობრივად ანალიტიკა ამბობს, რომ მაყურებლების 65%, რომლებიც რეგულარულად უყურებს ამ არხს, არ იწერს. ცოტათი საწყენი დამთრგუნველი და გაუგებარიცაა, მაგრამ რას ვისამთ. მადლობა მხარდაჭერისთვის.